მეგობრებო, ეხლა მივდივართ იტალიის ერთ-ერთ სოფელში. 8 საათია დილის და მაგრამ მეძინება. ჩამოვედით. ისეთი საშინელი გამოცდილება მივიღეთ, მეგობრებო. აი ეს მატარებელი ხო ძლივს ვიპოვეთ, იმდენი ვირბინეთ. ამ ჩემოდნის თრევაში ბორბალი მოტყდა ამ ჩემოდანს, ძლივს ვათრიე, მოკლედ გავწამდი. აი ზუსტად მატარებელში რო ავედით, მატარებელი დაიცა, წარმოიდგინეთ, ერთი წუთითაც რო დაგვეგვიანებინა, უკვე აზრი არ ქონდა რა. დავაგვიანებდით მატარებელზე. ხა უნდა ვიპოვოთ ტაქსი, იმედია არ მოგვატყუებენ და რაღაც 7000 ევროს არ გადაგვახტიებენ ტაქსში. ჩამოვედით ხალხო, მაგრამ სად ჩამოვედით? იცით რა სილამაზეა ყველგან? აი მეგობრებო, ეხლა ყავას ვაკეთებ, ყავა უნდა დავლიო. აი ეს არის სამზარეულო, აი რა საყვარელი სამზარეულოა, შეხედეთ. აი რაღაც იტალიური ვაიბი მოაქვს რა. აი ეს ყველაფერი გჯერათ, რომ 100 ევრო გადავიხადე ამ ყველაფერში. ნახეთ რამდენი რაღაცა გატენილია მაცივარი და ეს ჩიფსები ღვინოც ვიყიდეთ და აი ეს რაღაცა სნეკები კიდე და აი ესენი, ანუ ცოტა შოკში ვართ, მაგრამ არა უშავს. ეს არის ჩემი ოთახი. იტალიური სახლი, მეგობრებო. ეხა წვიმს და გარეთ ნორმალურად ვერ გავდივართ, მაგრამ ყავას უეჭველი გარეთ დავლებ არ მაინტერესებს, ისეთი ხედი არის. რა ლამაზი ხარ შენ, ვინახარ? ვაი მე აქ ვინ მომადგა? ჯაო, მოდი აქ, მოდი. მე რა საყვარელია. სეც გამოდის. ეს პისო ძალიან დაგყვება. აუ ამ კატების ნახე, ეს კატა რო დადიოდა, აი აქ არის ამისი სახლი. აი უბრალოდ ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებ, სად ვარ ხალხო, ანუ რა ბუნებაა, რა ხედი, აი ისეთი სილამაზეა, რომ ვერ აგიღწევთ. ცოტა ცივა. აუზი რო აქვთ იქეთ, მითხრეს რომ ივნისში იხსნება აუზი. და აი ეგ მაგრად გამიტყდა. იმდენი მაგიდა და დასაჯდომია, რომ გონია რომ აქ თვითონ იტალიელები ამოდიან ალბათ. რამოდენიმე ოჯახი ჩამოდის და ისვენებს ხოლმე. აი სასწაული ადგილია. მე ჯერ ვერ ვიაზრებ კიდევ სად ვარ. ნახეთ ხალხო. ვაი მე სად ვარ? ნახეთ. ახლა დაგათვალიერებინებთ ეზოს. სახლი აი ასეთი აუ ნეტა ზაფხული იყოს რა, ნახეთ. აქ რაღაცების შეწვა შეიძლება. აი აქ ვართ ჩვენ, აქ კიბეებზე უნდა ავიდეთ და ეს სართული არის ჩვენი, აი ეს. მერე მოვდივართ აქეთ მეგობრებო და გვხვდება აი ესეთი ეზო, აქედან უნდა შემოუვაროთ. აქ დილტყავის დადვაც შეიძლება რა ლამაზი ყვავილებია, ნახეთ. ნაკით რა სილამაზეა. ყველაფერი რატო მომწონს. ყველგან აი ესეთი საყვარელი ლამაზი ყვავილებია. აი ზემოთაც ნახეთ, აი აქ ფანჯარასთან. რა ფერებია. აი აქეთ ესე, ეს არის მთლიანად სახლი. და აი რო გეუნებოდით აუზით ხო, ახლა უნდა გაჩვენოთ. აქედან შედიხართ აუზზე და ეს არის აუზი. მაგრამ დაკეტილია. ნახეთ რა სილამაზეა. აქაც დასაჯდომია, რაღაც მაგიდა და სკამები არის. ეს რა არის? აუზის წესები არის გამოკრული, რომელშიც წყალი არ არის. მე ზოგადად არ ვარ ის ტიპი, რომ აი ბევრი სიარული, ცებ რომ წავლენ რა და აი ერთ დღეში რომ უნდათ რომ რაღაცა ყველაფერი მოინახულონ, ხო ხვდებით, აი ეგ ტიპის საერთოდ არ ვარ. მე მირჩევნია, რაც შეიძლება ნაკლები ვიარო და რაც შეიძლება მეტი დავისვენო. ამიტომ გადავწყვიტე, რომ მეთქი ერთი კვირა დავრჩები რომში და 3 ღამე უნდა წავიდე იტალიის რომელიმე სოფელში, რომ ესე ვთქვათ, აი დავისვენო, რასაც ქვია დავისვენო. გონია რომ დანაშაულია ესეთი ადგილები რო არ ნახო, ოღონდ მართლა. შეხედეთ.
ნახეთ. აი რა ხედი იშლება, ხედავთ? და ეს არის ასე ვთქვათ პანორამა, ანუ მთლიანად ხედავთ ამ ხედს. სახლის ირგვლივ სულ ხედებია რა. მოკლედ მე ჯერ შოქში ვარ, არ ვიცი, ეხლა ჩამოვედი და იმედია ცოტა გამოვხიზლდები, იმიტომ რომ აი არ ვარ კარგად, მართლა გეუბნებით. რომის ვიდეოც აუცილებლად ნახეთ და აი ეს ამ ვიდეოს თავიდან ბოლომდე უყურეთ, იმიტომ რომ საოცარი ადგილია. ეს ყოფილა, ეხლა ჩვენ სადაც ვართ, სამხრეთ ტოსკანა. სამხრეთ ტოსკანაში ვართ. სოფელი არის ერთ-ერთი კონტიგნანო. არ ვიცი რამდენად სწორად ვამბობ, მაგრამ ამ სოფელში ვართ ჩამოსულები, არანაირი მანქანები. ადამიანებსაც კი ვერ ვხედავთ. იმ დონემდე არავინ არ მოძრაობს აქ. ვაიმე, რამ ხელა რაღაც მოვიდა. ვაიმე. ეს რაღაცა კატასტროფა იყო. ვაიმე, რა მშვიდად ვიჯექი ბიჭო 2 წუთისზე და როგორ წამოვხტი, ვაიმე. თქვენ იღადავთ და ამ ბზიკმა თუ რა ვიცი რა ცხოველი იყო, მაგრა დამსტრესა. იმედა დავისტრესე, რა ვიცი. ძალიან დიდი იყო, რა ვიცი მე. სულ ესეთი ამბავი უნდა იყოს მწერებზე, მე შეიძლება ჭკუიდან გადავიდე. ვერ ვიტან არ შემიძლია. ეს არის ფისტის. კიდე ესეთები. არ ვიცი. საყინლე შეიდო არა და. ვაიმე რა რბილია, ვერც ხსნი. აუ ხო, ეგ შოკოლადი როის მოვდა კედელთან ეგ მაგარი იყო. თუ გაინტერესებთ რა ნაყინზე ვსაუბრობთ, ნახეთ რომის ვლოგი და მიხვდებით. რამდენი ჭანჭველა? რა არის? ჭანჭველა. ჭანჭველა? შეხედე პროსტა რა კადრია. აი ბზიგი. კარჩე 3 ღამე უნდა გადავრჩეთ რა. მაგარი დიდი ობობა მოვკალი ოთახში. 3 nights of survival. თქვენთან ერთად დაიძინა ხო ღამურამ? ხელს არ შემიჟლი, არ შეგიშლი. არ შემეხები, არ შეგეხები. ო, ის თემა. ახში ირემი რო შემო. აი ეს იმირმის რკაუჭველი. აი ერთ-ერთი მოიცე გაჩვენა. რო ირემი შემოდის, წარმოიდგინე. აი რკები. ხები ხო ეს. დამყვება გეუბნები. სად ვარ? აი გჯერათ. ეს ნახეთ როგორი მწვანე არის. ძალიან მაგარია. სხვა ბალახის ჯიში. რო აიგეთი რა და მაგით მოვუწოდია. რო ამოვთხაროთ და წამოვიღოთ ცოტა და გავამრავლოთ. ირა გვეძმა კაცე. ვაა. ძალიან მაგრად იწვიმებს. ვაიმე, ეს გადავიღე ნეტა. რომ ტერასაზე მინდოდა დაჭდომა და ყავის დამრა, მაგრამ ის საშიმათია. ეს არ მახსოვს რა ღირდა, ნახეთ რა რამდენი ის არის. რა საყოველობებია. პეტერ ისინი არის ნაკინები. ფოტოები უნდა გადავიღოთ ახლა ბუნებაში. ოღონდ წევენ კაი ამინდი იყო და ახლა მოიხრულა. მას ვიყიდოს ხოლმე. იქ რაღაცები ჭრაჭულებს და ჰორორია. კარგად დაგინახოთ. წავედით. არწივი. თუ დაგანახეთ კარგად. ეს ადგილი არ ვიცოდი აქ თუ იყო. ეს ისა ხო მანქანას რომ უნდა მოაბა უკან. აი ეს რა თენი აი ესე გამოაჩინე რა და იქ ყავს ჩორო ჩანდეს და ეს რაღაცა ხედი მინდა რა. მინდოდა ფოტოს გადაღება, მაგრამ სარისკოა. ნამეტანი ბევრი ბალახია აქ.
მოკლედ ეხა მეგობრებო, იგმაში მაქვს რომ გავაკეთო რავიოლე. ოღონდ არ ვიცი რავიოლე გამომივა თუ არა, მაგრამ მე ხო ვეცდები და ხო გავაკეთებ რავიოლეს და. რა ვიცი ეხა რატო უნდა გამიჭირდეს? მათგი წყალი, ეს არ გეგონოთ ჭუჭყიანი მეგობრებო, ესეთი ქვა. ახლა ადუხდება წყალი და მე ვაჭყუმყალავებ რავიოლეს. რაღაცა კაი უნდა გამოვიდეს. რაღაცა სასწაული. აუ რა, კარგად გამოიყურება. იტალიური პილმენია. Italian chef-ი ვარ. მათ რამე არ აქვს ის ჩასაცმელი? აქვთ ხო არა ღადაო. ასაკ გავუკეთებ. პროფესიონალ. დამიყვანეთ რა, ის რო არის რაღაცა გადაცემები, რო აკეთებენ საჭმელებს. თქვენ რა გონიათ მე ნაკლებს ვაკეთებ? ასე. როგორი საყვარელი ვარ. აი რაღაცა რომ უნდა ეხა ვიფუსფუსო, მოიცადეთ. ეხა ვიფუსფუსებ რაღაცას. აი ადუღდი ახლა შენ. და მაინტერესებს ამაში წყალი მარილი უნდა ჩავყარო ნეტა? მარილი გვაქვს? მე რა ვიცი ახლა აქ. რადევს. სუნელი, პეპენერო, მასინატო, პეპენეტო. ის რა, ცოტა მოვაყარო, არა თუნდა. სალე იქნება რა მარილი. ეს არის ფრეშ. მე ამას უნდა 4 წუთი თუ 5 წუთი. ნეტა რამდენი დრო გავიდა კი არ ვიცი. მიდიქთ ხოლმე მოიხარ შენ. რაიმე ერთი გაიხა. აუ ესე გველურივით კი არ უნდა მოგვიყვება მერე. ესე იყოს. ვაი, არაფერი. ამასობაში ხა გიტყვით, მე соуსად რა უნდა გავუკეთო. არ ვიცი, რაც უნდა გავუკეთო. მე ვარ იტალიელი შეფი. ნანო ნიკო, გაიგეთ? ფის. აი პირველი გავაკეთე. ეხლა წყალი გამოვსავე და უნდა გავაკეთო შემდეგ. სავარაუდოდ ეს. ყველიანი მაკარონის ფიცია, მაგრამ რავიოლია. ესე. შემდეგი თასკი. რა უნდა გვენიზდეს? მე ყველაფერს ვაკეთებ. 1, 2 და 3. Girl power. Hey. ვაიმე. გავხსენი მეგობრებო. მე და ჩემ გამომწერებს გაუმარჯოს. აუ ძალიან კაია. აუ ადუღდით ხო? ადუღდი. რაღაცა დავიღალე. მაღონებს. ახლა ჩავაყრი მარილს. ეს სოდა ხო არ არის ბიჭო? არიბე. ესეც მზად არის. ნახეთ რა გემრიელად გამოიყურება. ესეც ბოლო. Good morning. ძალიან ქარია დღეს, აი საშინელი ქარია. ნახეთ როგორ წევს. თამოგერენისია. დღეს ვერაფერს ვერ ვაკეთებ საერთოდ, იმიტომ რომ ქარი არის საშინელი. მოკლედ სახლში ვართ რა. გამოვედი ახლა რომ ყავა დავლიო. აი ამ ხედზე რომში უბრუნდებით ერთი დღით და ახლა უნდა ჩავლაგდეთ. მაგრამ ჯერ უნდა დავლიო ყავა და ისე უნდა გავიდე, თორე ახლა გავიგე რომ ჩემი მატრების ბილეთი თურმე გაუქმებულა. რაღაცა მიზეზის გამო არ ვიცი და არა მე კი გამიხარდება ხარ თუ დავრჩევი. ვაი ვიხუნე დავბრუნდეთ უკან. მე რა გავაკეთეთ ხარ იცი წავიდეთ. მაგათი ხა ავანაზღაურებინოთ ეგ ფული და ფსიქოლოგიური თუ მორალური ზიანის გამო კიდე დამატებითი თანხა მოვთხოვოთ. გაიგეთ რეები ხდება ხარ ხო? დავიკარგეთ იტალიაში მოკლედ რა. მაინც და მაინც დღეს, როდესაც მივდივართ რომში და ხვალ გვაქვს ფრენა, აი მაინც და მაინც დღეს მოუნდათ გაფიცვა და ხელფასების მომატება. გაგვიჩალიჩეს მეგობრებო. გონი ბედია იცი, ჩემი აზრით აქ უნდა დავრჩეთ ჩვენ და მგონი აი სოფლისთვის ვარ შექმნილები რა. საჭმელიც არ გვაქვს ხო? არ არის ხო საჭმელიც? ვაიმე დაგვერხა. საჭმელიც არ გვაქვს. ერთი წყალი მოდის. აგერ ეხა ბოსტანს დავსტალკავთ მეგობრებო, იქნებ რამე, რა ვიცი, კარტოფილი, სტაფილო, რაღაცა იქნებ გქონდეთ რა. დათესილი ამოუთხრით მაგას. მე კი ეხა ვღადაობ, მაგრამ მართლა რომ არ წაგვიყვანონ, მე რა გავაკეთო კაცო?
იქ რომ მივალთ, ვეტყვით რა, დარეკილია თქო. ვენიცით მე ვინ ვარ თქო, აი ხელა ყველას ვეტყვი მე. ინფლუენსერ, ნანო ნეკო, იუთუბერ, ტიკტოკერ, აი ესე, სტრიმერ. National and international artist. მაგათი პროტესტი გამაკლდა, ახლა მე დასასვენებლად ვარ ჩამოსული. სამიცხელი მომიყვა. დავაი ზნედა. ეხლა რაღაცები ვიშოპინგე, რა ვიყიდე ამას მერე განახებთ. ძალიან დიდი ფასდაკლებები იყო სხვათა შორის და რაღაცები ხელს წავაყოლე. აბა რა მეკეთებინა 4 საათი აქ რა უნდა ვაკეთოთ. დაახლოებით 2 საათში გავა ჩვენი ავტობუსი და ესე მოლოდინის რეჟიმში ვართ რა, ძალიან ლამაზი ადგილია სხვათა შორის. ავარა და როგორი დაგეგმელი მქონდა ყველაფერი. იქ ჩემი საყვარელი რესტორანი მქონდა აღმოჩენილი, იქ მინდოდა მივსულიყავი. მე რაღაცა აქეთ-იქეთ გამესეირნა, მაგრამ ვერ მოახერხებთ რა ვერაფერს. ვერ მოვასწრებთ, გვიანი იქნება უკვე რომ მივალთ, მაგრამ არა უშავს. ძლივს ჩავჯექით მოკლედ ავტობუსში. კიდევ 1 საათი დაიგვიანა და მთელი დღე გზაში ვართ ხალხო. მთელი დღეა. აქ ნახეთ რამდენი რაღაც ვიყიდე. თავარია მივაღწიოს ახლამდე. ხალხო ძლივს მოვედით, ანუ არ მჯერა, შეხედეთ. აზიარ ვართ, მაგრამ მოვაღწიეთ. ეხლა არის 11 საათი. ოფიციალურად წაშლილი ვარ მე ხლა ამ სამყაროდან. იმდენი რაღაც გამოვიარეთ დღეს, იმდენი რაღაც გამოვიარეთ, რომ აი შოკში ვარ. სახეზე მეტყობა რომ წაშლილი ვარ, აი არ ვიცი. ხა სავარაუდოდ 2 წამი ამოვისუნთქებთ და ქვემოთ ჩავალთ, რამე მაღაზია იქნებ ნახოთ რა. გაგიყოლებ თქვენს. Yes, ჩამოსვლას გვილოცავენ. მოვედით რაღაც სენდვიჩები რო ავიღოთ და ავდივართ ისევ სახლში. არა, რა გამარჯობა გითხრა. ვიყიდეთ სენდვიჩები და ეხლა მივდივართ სახლში. რო გითხარით, მეთქი რაღაც ვიყიდე და სახლში გაჩვენებთ, თქო, დამავიწყდა თქვენთვის ჩვენება და უკვე გავბრდღვენი. ნახეთ. ეს რაღაცა მასკა ვიყიდე სახის. 59 ევროს მაგირად 6 евро ღირდა და ვიყიდე. იგი დიჟოღორელი. დიორის სუნამო 1S. ეს ძალიან მინდოდა ეს. დიორის კონსილერი და დიორის ტონალური. სტიკი არის, უნდა წაისვა. ეხლა რას ვაპირებ? უნდა მოვწესრიგდე. ამათ ჩავალაგებ ჩანთაში, იმიტომ რომ ხელბარგში ვერ ავიტან. That's it. დავიძინებ ეგრევე, იმიტომ რომ აი მაგარი დაღლილი ვარ. See you tomorrow. დილამშვიდობისა. მოკლედ გავალთ, რამეს შევჭამთ, რამეს ვიყიდით. კიკოში ძალიან მინდა გასვლა. საყვარელია. ფენი პანკეიკები კეთდება ახლა. რამდენი ხანია პანკეიკი არ მიჭამია და ვგიჟდები პანკეიკებზე ახლა. უნდა გავსინჯო ამათი პანკეიკები. ჩავაბარეთ ბარგი, ავიღეთ ბილეთები და მოკლედ ვრუნდებით საქართველოში. ამ ბლოგს აქ დავასრულებ. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და დაელოდეთ შემდეგ ბლოგს. მადლობა ძალიან დიდი ყურებისთვის, მიყვარხართ ძალიან და დროებით.